შალვა ტაბატაძე განათლების საკითხების მკვლევარი გვერდდება თბილისის სტუდიიდან. მოგესალმებით, ბატონი შალვა. მოგესალმებით, ტელემაყურებელი. დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. პრინციპში თქვენი პასუხი და გამოხმაურებები დირექტორების არჩევნებთან დაკავშირებით იყო არგუმენტირებული, თანდართული კვლევებით და ანალიზით და ასე შემდეგ. ამიტომაც მადლობა, რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენს მაყურებელსაც გაუზიარებთ. მე ვიცი, რომ გესმოდა ჩვენი წინა რესპონდენტის ხმა, აქეთ იმ ძალიან საინტერესო დეტალებზე გააკეთა აქცენტი და ძალიან საინტერესო კითხვებით დასვა. აი, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი იყო ამ კომენტარში, რომელიც ამ პროცესს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ხო? მოდი ჩავშალოთ და დავიწყოთ ზოგადით, რა არის ამ პროცესში ყველაზე მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ ერთი შეხედვით კანონი არ ირღვევა, დემოკრატიული პრინციპით არის დაკომპლექტებული სამეურვეო საბჭო, მთელი ეს პროცესი, რაც დირექტორების კანდიდატება წარდგენამდე იყო, თითქოს ერთი შეხედვით არის დემოკრატიული, თუმცა მაინც ვამბობთ, რომ არის ძალიან დიდი რისკი და პრობლემები. რა არის მთავარი პრობლემა, გითხარით? კი ბატონო, რომ დავიწყოთ მთელი სისტემა დაწყებული სერტიფიცირების პროცესი, დამთავრებული არჩევნების და მის შემდგომ პროცესამდე მთლიანად არის ხარვეზიანი და ამ ხარვეზებზე ჩვენ ვსაუბრობთ ხმამაღლა. ანუ აქ მნიშვნელოვანია, რომ სისტემა ინსტიტუციურად და სტრუქტურული თვალსაზრისით არ იყოს ხარვეზიანი და არ იძლეოდეს შესაძლებლობას ადამიანებმა გამოიყენონ ის გარკვეული მიზნებით. ანუ აქ არ არის საუბარი ვინმე იყენებს თუ არ იყენებს, ეს ცალკე საკითხია და ეს ფაქტებით ილაპარაკებიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც შეეხო, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, როგორი გვაქვს სისტემა და სტრუქტურა და რამდენად იძლევა კეთილსინდისიერად კვალიფიციური კადრების შერჩევის შესაძლებლობას. რომ დავიწყოთ თავიდან სერტიფიცირების პროცესით, სერტიფიცირებისათვის რომ დირექტორმა მიიღო სერტიფიკატი, ანუ უფლება რომ გახდეს დირექტორი, ორი ეტაპია. პირველი გულისხმობს ტესტირებას, რომლითაც მოწვდება სტანდარტთან შესაბამისობა სკოლის დირექტორის და მეორე ეტაპი გასაუბრება. ამ ეტაპზე თუ ავიღებთ 1800 მსურველი იყო ტესტირებაზე გასული, ხოლო მათგან მხოლოდ 755 გახდა გაიარა სერტიფიცირება და დარჩენილ 1000 ადამიანს, რომელმაც სერტიფიცირება ვერ გაიარა, პრეტენზია არ ქონია ამ ობიექტურ ტესტირებასთან, იმიტომ რომ ის იყო დაფუძნებული ობიექტურად გაზომვად კრიტერიუმებთან, შესაბამისად, ვინც ვერ გადალახა შესაბამისი ზღვარი, იყო ბუნებრივი, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტს. ამას მოყვება მეორე ეტაპი, გასაუბრება, სადაც ვცდილობთ თითქოს 15 წუთიანი გასაუბრების შედეგად დავადგინოთ კიდევ დამატებით ადამიანების მზაობა იყვნენ სკოლის დირექტორები და აკმაყოფილებდნენ სტანდარტს. აი ეს მექანიზმი უკვე გასაუბრების სერტიფიცირებისთვის უკვე არის პრობლემური, ნამდვილად წარმოუდგენელია 15 წუთიანი გასაუბრების შედეგად დავადგინოთ ადამიანის შესაბამისობა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ამ ადამიანებმა მიიღეს საკმაოდ მაღალი ქულა ტესტირების, ანუ ობიექტურად კონკრეტულ კრიტერიუმზე დაფუძნებით გაზომვად ტესტირებაში. შესაბამისად, ეს პირველი ეტაპია, როდესაც 165-მა დაახლოებით ადამიანმა ვერ გაიარა სერტიფიცირების გასაუბრების ეტაპი. მაგრამ ვინც გაიარა, უკვე გადადის მეორე ეტაპზე, რომელიც გულისხმობს უკვე სკოლებისთვის წარდგენის ეტაპს და აქ იგულისხმება, რომ კანდიდატი, ანუ უკვე სერტიფიცირებული ადამიანი, რომელსაც გააჩნია სერტიფიცირება და დადასტურებული აქვს საკუთარი კომპეტენცია სახელმწიფოსთვის და აქვს უფლება იყოს სკოლის დირექტორი, ირჩევს მისთვის სასურველ სამ სკოლას, სადაც უნდა იყოს იგი გაგზავნილი და ამას უკვე ემატება კიდევ ერთი გასაუბრება, რომელიც გულისხმობს, რომ სამინისტროს მიერ შექმნილმა კომისიამ განსაზღვროს, რამდენად არის ეს ადამიანი მზად კონკრეტულ სკოლაში სამუშაოდ. ესეც ეს მეორე ეტაპის გასაუბრება არის აბსოლუტურად არარელევანტური, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ისევ 15 წუთიან გასაუბრებაზე ადამიანმა, რომელმაც არ იცის კონკრეტული სკოლების სპეციფიკა, განსაზღვროს რამდენად კონკრეტულ და კარგი ხედვა აქვს კონკრეტულ სკოლასთან მიმართებაში წარმოდგენილი. აქ არ ვლაპარაკობთ ზოგად კომპეტენციაზე, აქ ვლაპარაკობთ კონკრეტულ სკოლასთან მიმართებაში წარმოდგენილ ხედვაზე და მაგალითისათვის მე რომ ვიყო კომისიის წევრი, აბსოლუტურად წარმოუდგენელია მე განსაზღვრო და ვიცოდე რამდენად კომპეტენტური არის კონკრეტული კანდიდატი, მაგალითად ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ამ სკოლასთან მიმართებაში. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და ამის განსაზღვრო კომისიას
არ შეუძლია. კი ბატონო, ბატონ შალვა, აქვე გკითხავთ თუ შეიძლება, გკითხავთ, აი, ქეთიც ამბობდა ჩვენს გესმით ჩემი ხმა? კი ბატონო, მე მესმის თქვენი ხმა, თქვენ თუ გესმით ჩემი შეკითხვა? ბატონ შალვა, აი ქეთიც ამბობდა, რომ ამდენი ეტაპი გავიარეთ და საბოლოო გადაწყვეტილება, სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ წარვედგინეთ არც ერთ სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული სურვილი გქონდა, რომ სკოლის, ანუ დაფიქსირებული გქონდა ჩვენი სურვილი, გამორიცხავს პირველი კომისიის გადაწყვეტილებას, ანუ კომისიების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ანუ თუ პირველი კომისია მეუბნება, რომ მე მზად ვარ, რომ სკოლის ლიდერი ვიყო, მეორე კომისია რატომ წყვეტს, რომ მე ვერ ვიქნები კარგი ლიდერი. თან აი ეს თითო კანდიდატის წარდგენა გახდა განსახილველი თემა და ამაზე მინდა რომ მითხრათ, რატომ ხედავთ თქვენ პრობლემას იმაში, რომ თითო კანდიდატი კი ბატონო თვითონ სერტიფიცირების პროცესის გასაუბრებაც პრობლემურია და რა თქმა უნდა პრობლემურია უკვე სერტიფიცირებული კანდიდატის მეორე გასაუბრების შედეგად ჩაგდება კონკრეტულ სკოლასთან მიმართებაში, რადგან ეს უკვე არის სამეურვეო საბჭოს პრეროგატივა. ანუ სამეურვეო საბჭოს რამიზანი ქონდა თითო კანდიდატის წარდგენას, ბატონ შალვა, ამაზე მინდა რომ მითხრათ, რატომ გაკეთდა ესე? ხო, კიდევ ერთხელ ვამბობ, სისტემა არის პრობლემური, რომელიც არის შესაძლებელი. მიზანი რა ქონდა აქ ნათელია, რომ კონკრეტულ და აქ აღარ მისაუბრია მესამე ეტაპზე, რომელიც თავისთავად კიდევ პრობლემურია, ანუ სამეურვეო საბჭომ რომც დაიწუნოს კანდიდატი და მაინსთვის მიუღებელი იყოს მისი ხედვა, სამინისტროს და განათლების და მეცნიერების მინისტრს გააჩნია დისკრეციული უფლება ისევ დანიშნოს ის ან ნებისმიერი სხვა კანდიდატი, მათ შორის არასერტიფიცირებული კანდიდატი, ანუ სამივე ეტაპის პროცედურები, როგორც სერტიფიცირების, ასევე სკოლაში წარსადგენი და ასევე სამეურვეო საბჭოს დამტკიცების დირექტორის ან არ დამტკიცების ეტაპები არის ხარვეზიანი და იძლევა შესაძლებლობას, რომ ადამიანები გარკვეული ნიშნით იყვნენ შერჩეული, რომელიც დაკავშირებული მათ პროფესიონალიზმთან და მათ კომპეტენციასთან არ არის და მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს ზოგიერთ შემთხვევაში მაყურებელს არ ესმის მაინც და მაინც რა მნიშვნელობა აქვს მთელ ამ პროცედურას, მათ შორის სამეურვეო საბჭოებს და მთელ იმ პროცედურას, რაზეც არის საუბარი და რატომ არის პრობლემატური ის, რომ თითო კანდიდატი იყო წარდგენილი და თუნდაც მინისტრმა პირდაპირ წესით დანიშნოთ. აქ ორი მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც აუცილებლად უნდა აღნიშნოთ და რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის საზოგადოების და სკოლების და თითეული მოსწავლის განვითარებისთვის. პირველი დღევანდელ ვითარებაში პროფესიული კადრები და სკოლის ხელმძღვანელები არის უმნიშვნელოვანესი მთელ მსოფლიოში, მით უმეტეს როცა მეორე მხრივ საუბრობთ ავტონომიურობაზე, სკოლებში დელეგირებაზე გარკვეული უფლებების და ამ შემთხვევაში მაქსიმალური აქცენტი კეთდება კვალიფიციურ პროფესიონალ სკოლის ხელმძღვანელზე და ჩვენ რა ვითარება გვაქვს დღესდღეობით ეს პროფესია ხდება თან აბსოლუტურად არამიმზიდველი კადრებისათვის. მაგალითად 2007 წელს თუ კი მსურველთა რაოდენობა გამხდა სკოლის დირექტორი იყო 5500, დღესდღეობით მსურველთა რაოდენობა კიდევ ერთხელ 1800 ადამიანი გავიდა ტესტირებაზე და კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტი გვაქვს, ისევე როგორც ახალგაზრდა კადრები. ძალიან ცოტა დრო გვაქვს და მინდა გკითხოთ, აი 400-ზე მეტი სერტიფიცირებული კანდიდატი დარჩა თამაშგარე, ესე ვთქვათ, და თითო კანდიდატი წარადგინეს სამინისტრომ სკოლებში, რიგ სკოლებში, ხო? აი მიზეზე როცა გეკითხებით, აქ იგულისხმება თუ არა პოლიტიკური მდგენელიც, აი ენდობა თუ არა სამეურვეო საბჭოებს, იქნება უნდობლობის გამო წარადგინა თითო, რომ პრინციპში არჩევანი არ დაუტოვა სამეურვეო საბჭოს. აი პოლიტიკური კონტექსტი რამდენად აქვს ამ გადაწყვეტილებას, რატომ დატოვა ეს 400-ზე მეტი სერტიფიცირებული ადამიანი გარეთ სამინისტრომ? რა მიზანი ქონდა? აი ამაზე მინდა რომ მითხრათ. კიდევ ერთხელ ფაქტების გარეშე მელაპარაკი მიჭირს, თუმცა კიდევ ერთხელ სისტემა იძლევა შესაძლებლობას, პოლიტიკური კონტექსტი იქნება, პიროვნული კონტექსტი იქნება, უბრალოდ სურვილი იქნება მუნიციპალიტეტის დონეზე, პარტიის დონეზე, სხვადასხვა სტრუქტურების დონეზე, ამის შესაძლებლობას სისტემა იძლევა. ის რომ თითო კანდიდატი იყო წარდგენილი იმ პირობებში, როდესაც სერტიფიცირებული კანდიდატების რაოდენობა ისედაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე სკოლების რაოდენობა და დეფიციტს განვიცდით, რა თქმა უნდა კითხვის ნიშანი არის ძალიან ბევრი. რატო ვერიდები ამაზე ლაპარაკს? იმიტომ რომ ყოველთვის გვეუბნებია რომ დაგვიდეთ ფაქტები და უკაცრავად ფაქტების დადება ცოტა რთულია, როდესაც კონკრეტულ ადამიანებს უჭირთ კონკრეტულად საუბარი კონკრეტულ შემთხვევებში. ამიტომ ფაქტები არის თუნდაც 162 ადამიანიდან 27 ადამიანი რომ ასაჩივრებს ტესტირების ეტაპს, ესე იგი ნიშნავს რომ პრობლემაა, სკოლებში რომ პროტესტია, ეს ნიშნავს რომ პრობლემაა და ფაქტები არის ის, რაც არის რომ
127 სკოლაში არის თითო კანდიდატი წარდგენილი, როცა ამის შესაძლებლობა იყო ბევრად მეტი. და გარდა ამისა ფაქტია ის, რომ სისტემა ყველა ეტაპზე არის ხარვეზიანი და იძლევა მანიპულირების შესაძლებლობას და ერთი ხელით ვამბობთ, რომ მოდი გამოვასწოროთ სისტემა არ არის პრობლემა, ვისაუბროთ ამ თემაზე და მეორე დღეს ვაკეთებთ ამ სისტემის შესაბამისად ისე რომ თითო კანდიდატს წარვადგენთ სამეურვეო საბჭოებისთვის. თუმცა მინდა გითხრათ, რომ პირდაპირ გეტყვით, სამეურვეო საბჭოებისთვის 2 კანდიდატი და 3 კანდიდატიც რო წარედგინათ, ამ შემთხვევაშიც ბევრად არ შეიცვლებოდა საბოლოო ჯამში სურათი, გარდა იმისა, რომ ერთ კანდიდატიანი, ანუ ბევრად უფრო შეეძლო დემოკრატიულობის თამაში იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად გიორგი ჭაუჭიძე, რომელიც ღიად საუბრობს თავის პრობლემებზე, რომ არ დაებლოკად გასაუბრების ეტაპზე და წარედგინათ სამეურვეო საბჭოებისთვის, დიდი ალბათობით ის მაინც არ იქნებოდა არჩეული სკოლის დირექტორად და მაგალითად კარგი კოზირი ექნებოდა ხელისუფლება და განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელში, რომ ღიად ოპოზიციონერი გირჩის წარმომადგენელიც კი იყო გაგზავნილი, რომელიც უბრალოდ სამეურვეო საბჭომ დაიწუნა. მაგრამ ამ რისკზეც არ წავიდნენ სამწუხაროდ და მხოლოდ თითო კანდიდატი იყო წარდგენილი თითო სკოლაში, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, პრობლემურია როგორც სწავლების თვალსაზრისით პროფესიული კადრების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა, აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, ისევე როგორც პრობლემურია დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით როგორც სკოლებში, იმიტომ რომ ჩვენი მოსწავლეები დღეს სწავლობენ რა არის დემოკრატია, რას ნიშნავს იყო თავისუფალი ღირებულებების მატარებელი ადამიანები და უყურებენ თუ რა ტიპის სახელმწიფოში ცხოვრობენ, როდესაც კონკრეტული ადამიანების უფლებები, კონკრეტული დირექტორების და კონკრეტული სკოლის არჩევანის უფლება არის შელახული და ეს საკმაოდ მძიმე შედეგების გამომღები შეიძლება იყოს გრძელვადი. კი ბატონო, მომდენო კვირაში იქნება დირექტორების არჩევნები და ყველანი ერთად ნახავთ შედეგებსაც და მე უფრო ალბათ მარტივი იქნება ანალიზის გაკეთება. ბატონ შალვა, ძალიან დიდი მადლობა.